მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ შემოვა ჩემს ცხოვრებაში. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები, ერჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე გიჭირთ პოზიციის შერჩევა ვიდეო დააპაუზეთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ვიდეოები, რომელიც უკვე დევს ჩემს საიტზე, რეზონირებს მაშინ, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არ აქვს მნიშვნელობა ის საიტზე, როდის არის განთავსებული. შეგიძლიათ მისგან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, დამიკავშირდით მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. ჩვენ დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვა, არავის ჩაფიქრება დღეს არ გვინდა. და გავიგოთ, ვინ მოდის, ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში. აქ ჩვენთან სოციალური ქსელების საკითხები წამოვიდა. აქ შენიშნავთ, რომ შეიძლება ვიღაც პიროვნება გსტალკავთ, სტალკერი ყავთ ეგრეთ წოდებული. ვიღაცის მხრიდან იქნებით შენიშვნული, ვიღაც თვალყურს გადევნებთ, შეიძლება უკვე შეგნიშნათ ამ ადამიანმა და ცდილობს თქვენი სოციალური გვერდის მოძიებას, ან უკვე რაც სახელი და გვარის მიხედვით გეძებთ, ან არის ადამიანი, რომელიც არის თქვენით დაინტერესებული, ან გაჩნდება ესეთი ადამიანი, რომელიც არის თქვენით დაინტერესებული, ან სტალკერი არის, ან ფეიქ აკაუნტებით გათვალიერებთ და უბრალოდ გადაწყვეტს, რომ თავი გამოამშვავნოს და თქვენ ცხოვრებაში. აქ არ განვიხილავთ ჩვენ დღეს ფარულ ურთიერთობას, რომელიც უბრალოდ ადამიანს არ ინტერესებს და ამის შესახებ ვერასდროს გავიგებთ. არა, აქ ვინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში ვეკითხებით კარდს, რადგან ეს არკანი გვიჩვენა, ეს კარტი გვიჩვენა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც რაღაც მომენტის, რაღაც დროის პერიოდში პროსტოვეც ქონდა მომენტი, რომ ერჩია, რომ კულისებიდან დაკვირვებოდათ და უბრალოდ თქვენზე თვალი არ მოეშორებინათ, საიდანღაც შეგნიშნათ, ან თქვენი აკაუნტი იპოვა, ან კარგად ნაცნობი არის, მაგრამ უბრალოდ სტალკერის პოზიციაში ყავდათ, აი ეს ადამიანი მოვა თქვენს ცხოვრებაში, შემოვა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ძალიან საინტერესოა. ნახეთ როგორ არის, თუ აქ არის პიროვნება, რომელიც თქვენთან რაღაც კავშირში იყო წარსულიდან, ან ყოფილი პარტნიორი არის, ან უბრალოდ რაღაც სიტუაცია გქონდათ ერთმანეთთან, მეგობრობაზე მეტი და რაღაცები აირია. ვიღაცას ყავხართ გულში შემორჩენილი ძალიან მძაფრად, თქვენთან პასუხებს ეძებს, თქვენთან თავიდან იფიქრა, რომ ჩაგეხსნებოდათ ამ ურთიერთობიდან უბრალოდ წავიდოდა და არც თვითონ იკითხავდა რამეს და არც მოგისმენდათ, მაგრამ ამ ყველაფერმა იმ ზომამდე მიიყვანა, იმ დონემდე შეაწუხა ეს პასუხგაუცემლობა, ბევრი დაგროვილი შეკითხვები. მიხვდა, რომ ძალიან უაზრობა არის ყველაფერზე თვალი დახუჭოს, დაიბრმავოს თვალი, რომ ვიტყვით ხოლმე. და მიხვდა, რომ თუ რაღაც აწუხებს და აინტერესებს, უნდა გამოჩნდეს და იკითხოს. და ადამიანებს უნარი, კომუნიკაციის უნარი ტყუილად არ არსებობს, რომ ამით ბევრი პრობლემა გვარდება, რომ ამით ბევრ ტანჯვას თავიდან ავირიდებთ, რომ თუ რაღაც გვაინტერესებს, უბრალოდ ვიკითხავთ. ის ემოციები აღარ დაგროვდება ჩვენში, რაც შიგნიდან შეგვჭამს. აი ამ დასკვნამდე მიდის ეს ადამიანი, ნახეთ, კიდევ განმეორდა ის ფაქტორი, რომ ონლაინ სივრცეში გიყურებდათ და ძალიან მძაფრად ხდებოდა ბევრი რაღაც, იტანჯებოდა, ან საკუთარ თავს ტანჯავდა და ეს ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რომ მოიწიოს პასუხები, გარკვიოს ის, რაც აქამდე უნდა გარკვეულიყო და აი ამ მდგომარეობას უბრალოდ ვეღარ გაუძლებს. რომ დარჩეს ისევ ქმედითი, მაგრამ სიტყვების გარეშე, ამ მდგომარეობას ვერ გაუძლებს, რომ უბრალოდ იყოს
შორიდან მაყურებელი. საინტერესო გაშლა არის. მე ვფიქრობ, მიხვდებით ვისი არის საუბარი, რადგან ძალიან მძაფრად იგრძნობა, რომ თითქოს ამ ადამიანს კარგად იცნობთ ან თვალსაჩინოდ შემოდის თქვენს სტორებზე. ასე რომ დაელოდეთ ამ პიროვნების სახეცვლილებას. გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით ჩემო მეორეებო. და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში. თქვენთან მოდის ახალი შეგრძნებები, თავდაკარგული ემოციები. თქვენთან მოდის ადამიანი, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში რეალობას მოგწყვიტავთ, სადღაც სხვა პლანეტაზე, სხვა სამყაროში გაგიყოლებთ და გექნებათ ის განცდა, რომ მის ყოველ SMS-ზე და შეტყობინებაზე ვერ მოიცილებთ ღიმილს, აი რაღაც ისეთი უცებადი სიტუაცია არის, შეიძლება საერთოდ სრულიად ახალი ნაცნობი იყოს, ძალიან კარგი კომუნიკაციით დაიწყოთ ურთიერთობა, სადაც აი ისე კომფორტულად იქნებით, რომ თქვენ საქმეებს გადადებთ და სულ ის შეგრძნება გექნებათ, რომ მას მესიჯოთ და დაეკონტაქტოთ და თითოეულ SMS-ზე, თითოეულ მის ხუმრობაზე, თითოეულ მის ქმედებაზე თუ ნაბიჯზე გექნებათ ის განცდა, რომ ვერ ვიცილებს ახიდან ღიმილს. ეს ძალიან კარგი შეგრძნება, ეს არის რომ ვიტყვით ხოლმე მუცლებში პეპლები, ეს არის თავბრუდამხვევი ემოციები, ეს არის ეიფორიის ზენიტი, ეს არის უდიდესი ბედნიერება, რომელიც მოულოდნელად ძალიან აი შეიძლება ვერც მიხვდეთ როგორ აეწყო ეს ურთიერთობა, ან საიდან მოვიდა ეს ადამიანი, ან როგორ გაჩნდა თქვენ ცხოვრებაში და უცებ რომ გამოერკვათ ამ სასიამოვნო ემოციებიდან, რომ გამოფხიზლდებით, მიხვდებით რომ რაღაცა სიყვარულით დათვერით, ეს შეიძლება იყოს პირველივე SMS-ზე რაღაც ქიმიის შეგრძნება. ეს ადამიანი სიმართლე გითხრათ უფრო ვნებიანი მდგომარეობებით მოდის და თქვენთან ძალიან მალე შეეცდება, რომ უფრო ფიზიკური სიახლოვე დაამყაროს, ინტიმური საკითხების შემოთავაზება შეიძლება წამოვიდეს, ოღონდ ეს არ იქნება თქვენთვის, როგორ ვთქვა, არ მოდის იმ ჭრილში, რომ რაღაცა ამით ამ ადამიანს უბრალოდ თქვენი გამოყენება უნდა, ან არ მოდის ის ჭრილი, რომ თავი ცუდად გაგრძნობინოთ, უბრალოდ რასაც იგრძნობს, თამამი ადამიანი არის და პირდაპირ ამ მიმართულებით შემოვა, მაგრამ თქვენ აქ სხვათა შორის თქვენ სხვათა შორის აი აქ რაღაც პერიოდის მანძილზე ეს მდგომარეობა გექნებათ ამ პიროვნებასთან, რა სიტუაციაც ავხწერე, მაგრამ თითქოს ერთიანად აიყვანთ საკუთარ თავს ისევ კონტროლში შეეცდებით, რომ მოაქციოთ თქვენი ყველა ემოცია, თქვენი ყველა ასე ვთქვათ, სურვილი, ცდუნება და რაღაც მომენტში თქვენ თავს შემოუძახებთ, რომ აბა დამთავრდა კარგი სიზმარი და ახლა რეალობას დავუბრუნდე და ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ჩემი რეალური სახე დავიბრუნო, იმიტომ რომ ძალიან შეგეშინდებათ იმის კერა, რომ ეს ადამიანი არის საშიში, წინა გამოცდილებები შეგახსენებენ თავს, ანუ ბოლოს რომ ესე კარგად ვიგრძენი თავი და ვიცინოდი და ბედნიერი ვიყავი, აი ამას რა მოყვა, ეს გაგახსენდებათ და თითქოს აი თავზარი დაგეცემოთ და შეიძლება რაღაც მომენტში ამ პიროვნებას გაიქცეთ კიდეც. თავიდან უცება ყვებით კომუნიკაციაში ამ პიროვნებას, მაგრამ მე ერთიანად მიხვდებით, რომ უნდა ჩაკეტოთ თქვენი ემოციები და თითქოს ამ ურთიერთობას გრძნობითი ფონით უკან დახევთ და თითქოს ხელახლა გაიცნობთ ამ ადამიანს, სხვა ჭრილში დაიწყებთ მასთან კომუნიკაციას, იმიტომ რომ თქვენი შინაგანი სამყარო დაცლილია ნდობისგან. ესეთი თავგადასავალი მოდის, ვერ გეტყვით აქ ამ გაშლით ეს სიტუაცია დაკონსერვდება თუ სხვა ჭრილში გადაიტანთ ამ ურთიერთობას, უბრალოდ აი აქ მოდის ემოციები, რასაც გამოიწვევს ეს პიროვნება და ეს ნაცნობობა
და რაღაც პერიოდი მე მგონი ცოტა ტრანსფორმაციული ენერგია გექნებათ და საკუთარ თავში კიდევ დიალოგები გექნებათ. არ მოიწყინოთ ეს ცუდი არ არის, უბრალოდ საკუთარ თავის დაცვის რეჟიმი გექნებათ ჩართული და ამას გავუსვი ხაზი. და ყველაფერი რაც მოხდება თქვენ სასიკეთოდ მოხდება ეს იცოდეთ. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მეორეებო და გადავიდეთ ახლა ჩვენ ბოლო პოზიციის განხილვაზე მესამეებო. მოგესალმებით და გავიგოთ თქვენს შემთხვევაში ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში. აქ ვიღაცა ძალიან ენატრებით, აქ ვიღაცა ძალიან ბევრი მოგონება აქვს თქვენზე შემონახული, შეიძლება შემონახული აქვს თქვენი სურათები, ერთად გატარებული დროის ამსახველი კადრები, მიმოწერების სკრინები, ჩატს უყურებს. არ ვიცი, ვიღაცის გულში ხართ უკვდავი მოგონება, ემოცია, გრძნობა, ადამიანი, რომელიც თქვენი დიალოგების თუ ურთიერთობის გარეშე თავს ძალიან აღვლიანად, ზევდიანად გრძნობს და ესეთი ადამიანი მოდის თქვენთან, ანუ ეს ახალი ადამიანი არ არის, ეს არის პიროვნება, რომელთანაც გარკვეული დრო გაქვთ გატარებული, შეიძლება მხოლოდ ჩატის გარდა სხვა უფრო სერიოზული ვითარებებიც გაკავშირებთ ამ ადამიანთან, ყოველ შემთხვევაში თქვენ ცხოვრებაში შემოვა პიროვნება, რომელმაც ვერ შეძლო თქვენთან დაკავშირებული მოგონებების წარსულში დატოვება. ძალიან რომანტიულია. ძალიან კარგად ჭირს. მაგრამ სხვათა შორის აქ მოდის ეს ადამიანი თქვენთან და შემოვა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ იცით როგორი შეგრძნება და მეუფლა დანარჩენმა ინფორმაციამ ესეთი ემოციები წამოიღო, რომ თქვენ როცა ეს პიროვნება გჭირდებოდათ და მასთან ყოფნა გინდოდათ, მან უკან დაიხია თავისი მარტოობა და თავისი უსტატუსო მდგომარეობა არჩია. თავი შეცდომაში შესული ადამიანის პოზიციაში გაგრძნობინათ, ემოციებისგან გამოგწურათ, დაქცალათ. ცუდი სიტყვა, მაგრამ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი განადგურათ კიდეც ამ მდგომარეობამ, მაგრამ თქვენ ეს გადალახეთ. მიხვდით, რომ მის დარჩენას ნამდვილად წასვლა სჯობდა. ახლა ხვდებით ამას, მაგრამ უცებ ამ ადამიანს ახლა მოუნდება თქვენთან მოსვლა და თქვენ როგორი შეგრძნება გექნებათ თქვენს ეგოს დაიკმაყოფილებთ, რომ ეს ფაქტი მოხდა. ძალიან გაგიხარდებათ, რომ ზუსტადაც მიხვდა ამ ადამიანმა, რომ თქვენ არ ხართ ესე ყოველი მეორე ადამიანი არ ხართ, ვისთანაც შეუძლია რომ რაღაც სიტუაცია შექმნას და გაქრეს. და თქვენი ურთიერთობა ამაზე მეტი უნდა ყოფილიყო და მეც იმსახურებდა. და ახლა როდესაც ეს პიროვნება თქვენთან მოდის, ეს არის წამიერი სიხარული ეგოს გამო და დანარჩენი უკვე თქვენ მას ეტყვით, რომ როცა მჭირდებოდი, მაშინ არ იყავი და ახლა აღარ მჭირდები, ან სხვა მყავს. აი რაღაც ესეც ეტყვით. რომანტიული შემოჭრა ასეთი ენერგიით დაგვიმთავრდა მესამეებო, მაგრამ ალბათ თქვენ უკეთ იცით, რატომ უნდა პასუხოთ ასე და სრულიად ვამართლებთ თქვენს აქციელს, როდესაც ადამიანი დაქცლის და შემდეგ დაგვიანებული მატარებლით მოდის უკან. ის ყველაფერი უკვე ჩავლილია და ხელგაშლილები ვეღარ დავხვდებით, სწორია. ესეთი ემოციები გექნებათ და გული აღარ დაგწყდებათ, ხვდებით, ანუ ეს დამშვიდობება უკვე თქვენი არჩევანი იქნება და გული აღარ დაგწყდებათ, ეს არის კარგი. მე დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებას გისურვებთ და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.